ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გურიის ქუჩაზე მდებარეობს. დღეს იქ მე-12 კლასელებთან შეხვედრა მოეწყო. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმებზე და იქ არსებულ განხრებზე ისაუბრეს. დღეს გახდათ ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ღია კარის დღე, რომელზეც წარმოდგენილი იქნა ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელსაც ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ახორციელებს. თქვენ იცით, რომ ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ფუნქციონირებს 2015 წლიდან, ის არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს თეოლოგიისა და ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით. თეოლოგიაში ჩვენ გვაქვს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, ხოლო ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით ჩვენ ვახორციელებთ სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს. ჩვენ დღეს აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს წარუდგინეთ სამივე დონის საგანმანათლებლო პროგრამები და არსებულ კითხვებზე გავეცით პასუხები იმ სპეციფიკის შესახებ, რაც ამ უნივერსიტეტს აქვს და იმ პროგრამების შესახებ, რაც აქ განხორციელებულ და განხორციელებად საგანმანათლებლო პროგრამებს ეხება. ამ სასწავლებლის გახსნით ფოთმა შეიძინა საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსი, აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი. იგი უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე საუბრობს. ამ სასწავლებლის გახსნით ფაქტიურად ფოთმა დღეს შეიძინა საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსი და ვფიქრობ, ეს შემთხვევითი არ არის. ეს არის ქალაქი, სადაც უძველესი ტრადიცია არსებობდა და არაერთმა ადამიანმა იცის ფაზისის აკადემიის ცნობილი საფილოსოფოსო საღვთისმეტყველო სკოლის შესახებ, ასე რომ ეს ერთგვარი წარსულთანაც არის კავშირი, მაგრამ ჩვენ მომავალზე ვართ ორიენტირებული, ამიტომაც ვქვია მას ახალი საქართველოს უნივერსიტეტი. ახალ საქართველოს ახალი ადამიანი ქმნის და აშენებს. ასეთი ახალი ადამიანი უნდა გაიზარდოს თავისუფალი საბჭოური აზროვნებისაგან, საბჭოთა მენტალობისაგან და ღრმა აზროვნებისა და ანალიზის უნარების მქონე. ერთმანეთს დაგლოცოთ, მე წარმატებას უსურვებ ყველას, ვინც გადაწყვეტს აქ მიიღოს ცოდნა და აქ დაეუფლოს იმ მაღალ განათლებას, რომელიც მას საშუალებას მისცემს ნებისმიერ სფეროში, რა თქმა უნდა, არა ტექნიკური მაქვს ხედულობაში, ნებისმიერ დარგში, სამთავრობო თუ არასამთავრობო, თუ ნებისმიერ ასე გააგრძელოს თავისი პროფესიული საქმიანობა და იყოს კონკურენტუნარიანი. ამისთვის საჭიროა სწავლა, განათლება და მაღალი ზნეობა. დღეს შედგა პირველი შეხვედრა აბიტურიენტებთან უნივერსიტეტში ღია კარის დღე ჰქონდა. უახლოეს მომავალში უნივერსიტეტი კიდე გეგმავს შეხვედრას უკვე მაგისტრატურაზე შეხვედრა ისე კი ჩაბარების მსურველებთან, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უნივერსიტეტი სთავაზობს ასევე სამაგისტრო პროგრამებს დაინტერესებულ პირებს და გაზაფხულზე ამ მიმართულებითაც დავგეგმავთ ღია კარის დღეს. ზოგადად ფოთისთვის არის მნიშვნელოვანი აქტივობა ის, რომ ფოთის უბრუნდება საუნივერსიტეტო ქალაქის სახელი. უნივერსიტეტს თავის გათვლებები არ აქვს მხოლოდ ფოთზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთელი დასავლეთ საქართველოსთვის ის იქნება უმნიშვნელოვანესი, ასე ვთქვათ, ქალაქი საუნივერსიტეტო და ვეცდები ძალიან, რომ უნივერსიტეტმა გაამართლოს ამ მიმართულებით თავისი, ასე ვთქვათ, არსებობა და ზოგადად თუ ფოთს დაუბრუნდება ამ კუთხით ის ნიშა, რომ ეს იყო საუნივერსიტეტო ქალაქი, ეს ზოგადად ქალაქისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ახალი საქართველოს უნივერსიტეტი პირველ ნაკადს წელს მიიღებს. იქ ჩაბარება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით ხდება.